53,000-მდე მე-12 კლასელისთვის ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება. მათთვის სკოლის ზარი დღეს ბოლოჯერ დაირეკა. ათასობით მოსწავლე სკოლაში თეთრი პერანგით მივიდა, რომელზეც მეგობრებმა, კლასელებმა და მასწავლებლებმა ტრადიციულად ავტოგრაფები და სურვილები დატოვეს. ახალგაზრდები ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ახლა სწავლას უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში განაგრძობენ. ბოლო ზართან დაკავშირებული ღონისძიებები ყველა მოქმედ სკოლაში გაიმართა. ძალიან ემოციური დღე არის, რადგან 12 წელი ამ შენობაში გავატარე ამ ადამიანებთან ერთად. ნიკოლოზთან ერთად დღეს სკოლის ბოლო ზარი 43,000-მდე მოსწავლისთვის დაირეკა. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ტრადიციულად ბოლო ზარზე თეთრი მაისურით მივიდნენ. მათ კლასელებმა, მასწავლებლებმა და ახლობლებმა მაისურზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და ცხოვრების მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვეს. ყველაზე მთავარი რაც მომცა სკოლამ არის მეგობრობა, მეგობრები შევიძინა. მეგობრობაში მარტო თანატოლებს არ გულისხმობ, ის მასწავლებლებიც, რომლებიც ძალიან დიდ დროს ვატარებდით ერთად გაკვეთილებზე, ექსკურსიებზე, ასე შემდეგ, ძალიან კარგად დავამახსოვრდება. მე სკოლა მაგალითად ძალიან დიდი განათლება მომცა, რეგულარულად დამეხმარა, ხალხი გამაცნო და სკოლა ის ეტაპია, რომელსაც ალბათ მთელი ცხოვრება დიდი ნაწილი ექნება ცხოვრებაში. ძალიან ემოციურია ეს დღე ჩემთვის, იმიტომ რომ ვიწყებ ახალ საფეხურზე გადასვლას, ვიწყებთ და მადლობას ვუხდი სკოლას, მასწავლებლებს. მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა განათლების მინისტრმა. გივი მიქანაძე თბილისის 127 საჯარო და პირველ ექსპერიმენტულ სკოლაში მივიდა და ბოლო ზარის აღსანიშნავ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. პირველი ექსპერიმენტული სკოლა წელს 8 მე-12 კლასს უშვებს. მინდა მივულოცო თითოეულ მათგანს დღევანდელი დღე და ვუსურვო მათ მშვიდობიან საქართველოში ბედნიერი და წარმატებული მომავალი. 12 წლის განმავლობაში ძალიან დიდი ცხოვრებისეული ეტაპი განვლეს ჩვენმა საამაყო ახალგაზრდებმა და დღეს სკოლას ემშვიდობებიან. სულ მალე დაიწყება მისაღები გამოცდები, ეროვნული გამოცდები და მინდა თითოეულ მათგანს წარმატება უსურვო. ამ გამოცდებზე მით უმეტეს რომ წელს უკვე გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე. ხელისუფლების გადაწყვეტილებით 1 სექტემბრიდან ჩარიცხული პირველკურსელები სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი მიღწევაა მთლიანად საზოგადოების. უსინათლო და მცირე მხედველ მოსწავლეთა 202 საჯარო სკოლაში კი დღეს ერთადერთ მოსწავლეს ემშვიდობებოდნენ. ეს მარიამ მაჭარაშვილია. მას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის მიმართულებით სურს სწავლა, თუმცა აშინებს რამდენად ადაპტირებული დახვდება გარემო. მარიამ მაჭარაშვილის სხვა აბიტურიენტების მსგავსად ეროვნულ გამოცდებზე გავა და გამოცდებს ბრაილის შრიფტით შედგენილი ტესტებით ჩააბარებს. მისთვის საგამოცდო დრო შედარებით გახანგრძლივებული იქნება. რაც შეეხება ემოციებს, ამას სიტყვებით ნამდვილად ვერ ავხსნი. სასიამოვნო გრძნობა არ არის ნამდვილად, როცა შენს ოჯახად გადაქცეულ სკოლას ტოვებ იმ ადამიანებს, რომლებმაც ისეთი სიყვარული მაჩვენეს, რომელიც მართლა საოცარი იყო. უნივერსიტეტში ჩაბარებას რაც შეეხება ეს რთულია ნებისმიერი უსინათლოსთვის, მე ესე მგონია, მაგრამ შეუძლებელი არ არის. ბრაილის წიგნი შეიძლება არ გქონდეს, ან რაღაც უცხო გარემოა და ამ უცხო გარემოში გადაადგილება ცოტა რთულია. ხმოვანდება ზოგიერთი ფაილი, რომელიც ტექსტური ფაილი, აი ფორმულები არ ხმოვანდება და თქვა უსინათლო პირი მხოლოდ აი ხმოვან პროგრამას ეფუძნება მისი სწავლება და ცოტა სიერთულე შეიძლება აქ იყოს, თუმცა არის ტექნოლოგიები ისეთი, რომელიც გაუადვილებს მარიამს ამ კუთხით მუშაობას და ჩვენ გქონდა ერთ-ერთ უნივერსიტეტთან ამ კუთხით მოლაპარაკებები, რომ რა შეიძლება შევთავაზოთ ჩვენ როგორც საჯარო სკოლამ, რომ მათ ეს გამოცდილება გაუზიაროთ და უფრო გაუადვილდეთ მარიამისთვის აი ამ მასალების გადაცემის საშუალება. განათლების მინისტრი ამბობს, რომ ინკლუზიური განათლება სწავლების ყველა საფეხურზე სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გივი მიქანაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაითქმება. გასული წლის შემოდგომაზე სამინისტროს შემადგენლობაში შევქმნით სრულიად ახალი სტრუქტურული ერთეული ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი. ეს დეპარტამენტი სხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა თითოეულ სკოლასთან, უნივერსიტეტთან და პროფესიულ სასწავლებელთან თანამშრომლობით ახორციელებს სხვადასხვა ხელშემწყობ პროგრამებს. დავიწყეთ უკვე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად მასწავლებლების გადამზადება, განსაკუთრებით დაწყებითი ეტაპის პედაგოგების გადამზადება, როგორც იმუნარებით თუ როგორ უნდა ხელი შეუწყონ შესაბამისი საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრირება სასწავლო პროცესში და სოციუმში.
საქართველოში სკოლის დამთავრების ბოლოზარით აღნიშვნის ტრადიცია უკვე წლებია არსებობს. ამასთან დაკავშირებით დღეს ქვეყნის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი და სახალისო აქტივობები მოეწყო.